გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი უქმდება. მაგრამ მოქმედი ბიზნეს ომბუდსმენი სამსახურს შეინარჩუნებს. ოთარ დანელია მარიამ ქროევიშვილის მრჩეველი გახდება და ბიზნეს ომბუდსმენის უფლებამოსილებას ეკონომიკის სამინისტროდან შეასრულებს. ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს კი 3 თვის კომპენსაციას გადაუხდიან. რატომ გადაწყვიტა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის ლიკვიდაცია? რამდენად თამამად შეიძლება დაიცვას ბიზნესის ინტერესი ოთარ დანელიამ ეკონომიკის სამინისტროს ხოლგის ქვეშ და ზოგადად რა აწუხებს ბიზნესს დღევანდელ საქართველოში? ქვეყანაში, სადაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქაღალდზე დარჩა და კვირა არ გავა მმართველმა პარტიამ რამე ისეთი კანონი არ მიიღოს, რომელიც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას კიდევ უფრო აშორებს. რამდენიმე წუთში ეს არის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესმენი კახა ხაზარაძე იქნება ჩვენი სტუმარი და ვისაუბრებთ ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობასა და მოლოდინებზე მომავალი წლისთვის. თუმცა ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, ძალიან მოკლედ მოგიყვებით რით ხსნის მმართველი პარტია ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმებას, რომელიც 2015 წლიდან არსებობს. საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის ძალა დაკარგულად გამოცხადების თაობაზე კანონპროექტის თანახმად, რომლის ავტორებსა და ინიციატორებს შორის არიან ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასული დეპუტატები შოთა ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი და გიორგი ბარვენაშვილი, ოცნების პარლამენტარების მიერ მომზადებულ კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის ლიკვიდაციის შედეგად ბიუჯეტი თითქმის 800.000 ლარს დაზოგავს, რადგან 1 მილიონი ლარი იყო მომავალი წლისთვის დაფინანსება და 3 თვის კომპენსაციას 200.000 ლარი ეყოფაო. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ავტორები ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის ლიკვიდაციის საჭიროებას კი ფაქტით ხსნიან, რომ 2015-2025 წლებში იმდენად დაიხვეწა და განვითარდა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ ფუნქციური დუბლირების წერტილები ჩნდებოდაო. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე. კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში საქართველოს მთავრობა, სამინისტროები, მარეგულირებელი ორგანოები და პარლამენტი თანამშრომლობენ კერძო სექტორთან მჭიდრო და კოორდინირებულ რეჟიმში. ბიზნეს და დარგობრივი ასოციაციები და სავაჭრო პალატები ინტეგრირებულია პოლიტიკის შემუშავების პროცესში, რაც უზრუნველყოფს დიალოგის ინკლუზიურობას და გამჭვირვალობას. ამ პირობებში ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტმა თანდათან დაკარგა თავდაპირველი ფუნქციური მნიშვნელობა და მისი შენარჩუნება აღარ წარმოადგენს ეფექტურ ან საჭირო მექანიზმს. ზემოთხსენებულზე დაყრდნობით ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის ოპერირება ასევე ქმნის გაუმართლებელ ბიუროკრატიულ ტვირთს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. შესაბამისად, ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმება არ შეამცირებს სახელმწიფოს საშუალებას დაიცვას კერძო სექტორის უფლებები. პირიქით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს სახელმწიფო მმართველობის ოპტიმიზაციას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოთარ დანელიას პერიოდში ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი ყველაზე პასიური იყო, შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც მმართველ პარტიას, რომ საბიუჯეტო სახსრები ნამდვილად დაიზოგება. მაგრამ ფაქტია, პირდაპირ სახლში გასაშვებად პირადად ოთარ დანელია არ გაიმეტეს და მას მარიამ ქროევიშვილის მრჩევლის სტატუსი უბოძეს, რომელიც წესით უხელფასო თანამდებობაა, თუ რამე გამონაკლისი არ დაუშვეს. მაგრამ ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობას სავარაუდოდ დანელია უფასოდ არ შეასრულებს. თუმცა მთავარი კითხვაა, თუ გავიხსენებთ იმას, ბიზნეს ომბუდსმენის უმთავრესი ფუნქცია იყო ბიზნესის ინტერესების და უფლებების დაცვა, თუ რომელიმე ადმინისტრაციული ორგანო დაარღვევდა მას, ან ხელოვნურად ბარიერს შეუქმნიდა, რთულად წარმომიდგენია მარიამ ქროევიშვილის მრჩეველმა, მარიამ ქროევიშვილის უწყების რომელიმე დეპარტამენტს მარიამ ქროევიშვილთან უჩივლოს ან რამე მსგავსი. მით უმეტეს, ოთარ დანელია არც ბიზნეს ომბუდსმენობის დროს გამოირჩეოდა აქტიურობით. ახალი არაა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები თითქმის თანაბრად აწუხებს საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიებს და ამას ადასტურებს ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაციის BAG-ის ბოლო ინდექსიც. სწორედ ამიტომაც გადაწყდა თავის დროზე, რომ ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობაზე დანიშნავდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ყველა სამინისტროს, ყველა მინისტრს ეცოდინებოდა, რომ თუ ბიზნეს ხელოვნურად რომელიმე ადმინისტრაციული ორგანო ბარიერს შეუქმნიდა, ამის შესახებ ბიზნეს ომბუდსმენი პრემიერს პირდაპირ ჩააყენებდა საქმის კურსში. სხვადასხვა დროს საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენები იყვნენ გიორგი პერტაია, მაია მერედოვა, გიორგი გახარია, მიხელ დაუშვილი, ირაკლი ლექვინაძე და ბოლოს ოთარ დანელია თითქმის 3 წელი. ბიზნეს ომბუდსმენის Facebook გვერდზე ბოლო აქტივობა 2024 წლის ივნისით თარიღდება. შარშან ოთარ დანელიას უწყება ძირითადად ეკონომიკური საბჭოს სხდომების ამსახველ რელიზებს აზიარებდა, რომელსაც ოთარ დანელიაც ესწრებოდა. ბიზნეს ომბუდსმენის ვებგვერდის თანახმად კი ვებგვერდზე პრეს რელიზი ბოლოს ამ ინსტიტუტმა 2022
22 წლის ბოლოს გამოაქვეყნა. უკვე 2025 წელი სრულდება. წლის ბოლოს კი ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის 10 წლიანი ისტორიაც დასრულდება. აი ეს ჯგუფის სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესმენი კახა ხაზარაძე გვერდება სტუდიაში. საღამოშტობის ბატონო კახა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დიდრე დღევანდელ საქართველოში ბიზნესის განწყობასა და მოლოდინებზე კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ. ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის ლიკვიდაციის შეფასება მინდა გთხოვოთ. ნამდვილად ვერ ვიტყვით იმას, რომ ოთარ დანელიას პირობებში ეს ინსტიტუტი აქტიურად მუშაობდა, აქტიური იყო, მეტიც ხშირად აქ მყოლია ბიზნესმენები, რომლებსაც არც ახსოვდათ, რომ ეს ინსტიტუტი არსებობდა და ოთარ დანელია იყო მათი ომბუდსმენი, მაგრამ თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ ამ ინსტიტუტის გაუქმება, თან იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის, რამდენიც არ უნდა მოიწონოს თავი ხელისუფლებამ, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ბარიერები რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ ალბათ ერთ-ერთი დადებითი მოქალაქეებისთვის არის ის, რომ დაახლოებით მილიონამდე ეკონომია გაკეთდება ბიუჯეტში თანხების, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, მეც არ მახსოვს, რომ ესე ვთქვათ, ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებას რამე კონკრეტული შედეგი ქონოდა და თუ შედეგი არ აქვს, მის ქონას და არ ყოფნას რა შეცვლის. ალბათ მილიონი ლარის ეკონომია, რაც ესე ვთქვათ, ბიუჯეტში დაიზოგება. თუმცა ზოგადად რო ვისაუბროთ, ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურაა ქვეყანაში, სადაც ინსტიტუციები დამოუკიდებელია, ბიზნეს ომბუდსმენის სტრუქტურა, ამიტომ რომ ფაქტიურად მას უნდა შეესრულებინა ხიდის ფუნქცია ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. როგორც ჩანს, მაგ ხიდის აუცილებლობა აღარ არის და ხა ეკონომიკის სამინისტროში ამ პოზიციის გადატანა, ერთ-ერთი დამატებითი დეპარტამენტი შექმნა, რომელიც ალბათ ზოგადად ეკონომიკის სამინისტროს ინტერესებს გაატარებს, თორე ხომ ბიზნეს ომბუდსმენთან კავშირში მე მგონი საერთოდ არ არის, ისედაც არ არსებობდა და ეხლა თუ ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება, ავტომატურად ვერ იქნება დამოუკიდებელი, ამიტომ კანონპროექტით არც ჩანს, რომ რაიმე დეპარტამენტს უქმნიან ბიზნეს ომბუდსმენს, ჯერჯერობით რაც იკითხება ის არის, რომ ოთარ დანელია იქნება ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი და შეასრულებს ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობასაც. მრჩეველები ბევრი ყავს. ხო, თან უხელფასო არის უკვე მრჩეველი და ამიტომაც გამიკვირდა შეიძლება მთლად პირდაპირ სახლში არ გაუშვეს თქო. მინდა უფრო ფართოდაც ვისაუბროთ ზოგადად ბიზნესს რა აწუხებს დღეს, მაგრამ იქამდე რამდენად დამოუკიდებელი შეიძლება იყოს დავუშვათ, აქამდე არ შედიოდა მთავრობის ინტერესში, ან შეიძლება პრემიერი არ ინტერესდებოდა, რადგან პრემიერის ქოლგის ქვეშ იყო ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი, მაგრამ ამ ახალ რეალობაში თუნდაც ძალიან რომ გააქტიურდეს ოთარ დანელია, ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ რამდენად შეიძლება იყოს ასე ვთქვათ ბიზნესის მთავარი ხმა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ბოლო პერიოდებში არ გვახსოვს ბიზნესის ომბუდსმენის გადადგმული ნაბიჯები, ალბათ ამ ნაწილში უფრო გაგვიჭირდება რაღაც დავინახოთ. თუმცა არ ვიცი, ალბათ ეკონომიკის სამინისტრო თვითონ განმარტავს რა ფუნქციები ექნება და რით იქნება დაკავშირებული ზოგადად. რა აწუხებს ბიზნესს, ბიზნესს აწუხებს ის, რაც აწუხებს საზოგადოებას. ასე თქვათ, ჩამოშლილი ინსტიტუციები, რეალური პრობლემა, რაც დღეს არის და ბიზნესს აწუხებს ის, რაც საზოგადოებას. ის პირდაღებული კორუფცია, რასაც ბოლო 2 წელიწადია მე თქვენთვის ბევრი მითქვია, რომ ქვეყანა კორუფციაში ხრჩება, თუმცა დღეს თვითონაც აღნიშნავენ ამას და ესე ვთქვათ, ბრძოლა გამოუცხადეს, მაგრამ რაც გამოუცხადეს ბრძოლა ცოტა ჩემთვის ბუნდოვანია დღეს, იმიტომ. რატომ არის ბუნდოვანი და რატომ არ გჯერათ და აქვე ვიკითხავ, აი ბიზნესს როგორ ეხება, ბარემ ამ მასშტაბის კორუფციულ ფაქტებზე, როცა იღებთ ინფორმაციას, თუნდაც კორუფციასთან ბრძოლის სახელით. თემურ ჭყონიამ გითხრა ამას წინათ, არც მეგონა ამდენი ფული მოსაპარათო იყო ამ ქვეყანაში. ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჩვენ თუ გადავხედავთ რა თანამდებობის პირებზე ეს ვრცელდება, აქედან გამომდინარე ეს არ არის ერთი წლის პრობლემა და ეს წლები აგრძელდება. მე არ ვიცი ხა 2012-დან შეიძლება ზუსტად არ დაწყებულო, მაგრამ ბოლო 7-8-9 წელიწადია ამ პროცესში ვართ. ნიშნავს, რომ
ამ ინფორმაციას მართველი რგოლი მანამდეც ხედავდა რა. თუ ხედავდა, მანამდე რატო არ აკეთებდა რეაგირებას. დღეს თუ აკეთებს, ეს რას ემსახურება? ალბათ ასე ვთქვათ, ადამიანების ჩანაცვლება ხდება ვიღაცის შიდა დაპირისპირების გამო, იმიტომ რომ რეალურად კორუფციას როცა ებრძვი, კორუფციას უნდა ებრძოლო მუდმივად. და არა წერტილოვნად და რაღაც პერიოდს შენ ჭირდება. ჩემი განსახედიდან ისე ჩანს დღეს და თან გამოდერ ეგეც ბუნდოვანია. იგივე პრემიერ-მინისტრთან მიმართებაში ჩვენ მაგის პირადი აღიარება არ გვინახიან, რაც თვითონ ამბობენ საგამოძიებო სტრუქტურები, რომ აღიარავ, რომ ასე ვთქვათ, არაკანონიერ შემოსავლებს შეგეცეთა. შეგვიძლია არაკანონიერ შემოსავლებით სარგებლობდაო და მილიონებზეა საუბარი და ამ დროს გირავთ სახში უშვებენ. როდესაც ადამიანს რომელიც რუსთაველზე ქუჩაზე გადაირბინა, ორი კვირა სვამენ და ეხლა ნორმალი სტანდარტია და ამიტომ ხა მაგის შეფასება არ შეფასება მეგონი საზოგადოების ნათელია მაგ სიღრმეებში წასვლა ცოტა რთული იქნება. კორუფციის ნაწილი დაამნიშნავია რომ საზოგადოება უფრო სიღრმისეულად შეხედოს ამ ნაწილს, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვინც დასაქმებული ვართ ბიზნესი იქნება თუ საქმის სტრუქტურებში დაახლოებით ჩვენი ხელფასის 20% საშემოსავლო გადასახადი ფაქტიურად ვაფსებთ ბიუჯეტს, რაც 25%-ია მთელი ქვეყნის ბიუჯეტის ნაწილის. ანუ ნიშნავს, რომ ბიზნესის კუთხით შევხედავთ ჩვენ მინიმუმ 25%-ით აქციონერები ვართ სახელმწიფოსი. ამიტომ ნებისმიერი მათი ქმედება, გადმული ნაბიჯი უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა იყოს საზოგადოებასთან შეთანხმებული. თუნდაც ის ბოლო გახმაურებული ამბავი არაბული ინვესტიციის, სადაც ცდება ბეტო საიდუმლო, რაც ნიშნავს, მე თუ აქციონერი ვარ, ჩვეულებრივი მოქალაქე შენი, რაც კომერციული საიდუმლოება როგორ უნდა შეიძლება იყოს შემგან დაფარული, ხო? იმიტომ რომ შენ ხარ ჩემს მიერ დაქირავებული, ჩვენ მიერ გადახდილი ფულის მენეჯმენტს აწარმოებ და გადაწყვეტილებას, ანუ ჩვენ აქციონერებს არ გვიზიარებ და თუმცა მთავრობა აქ თავს ასე ვთქვათ იმით იმართლებდა, რომ ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკით მსგავსი კონტრაქტები და ჩვენ გვესმის კერძო სექტორს როცა ეხება მსგავსი კონტრაქტები ხო შეიძლება იყოს კომერციული საიდუმლოება, მაგრამ სახელმწიფო როცა 33%-იანი როცა სახელმწიფო შედის და 33% აქციონერია, ნიშნავს მე ვარ აქციონერი, თქვენ ხართ აქციონერი და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა პირობებში ვართ და რისი აქციონერები ვართ რა. თორე შეიძლება თუ სახელმწიფოს მონაწილეობა არ არის, რაღაც შეიძლება რაღაც გარიგება იყოს, ესე ვთქვათ, ჩაკეტილი მოხმარების, მაგრამ როდესაც ჩვენი ქონებით შევდივართ და ფლობთ ერთ მესამედს, მაშინ იქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალე იყოს. საზოგადოებრივ მეგეთი პრაქტიკა ჯერ არ მინახია რა, პრაქტიკას ეყრდნობიან ჯერს გაუგებარი. გეთანხმებით და მით უმეტეს მხოლოდ სიტყვაზე ვერ ვენდობით ვერც ირაკლი კობახიძეს და ვერც მარიამ ქრუიშვილს, რომლებიც სამთავრობო მედიებთან ინტერვიუებიდან გვეუბნებიან, რომ არავითარი ვალდებულება არ აგვიღია. მე გეთანხმებით, მაგრამ და პიროვნებები არ უნდა დავდიოდეთ. აქტივით მონაწილეობა არის უკვე ვალდებულება ჩემი აზრით. არ უნდა დავდიოდეთ პიროვნებამდე, აქ არ უნდა ვაყენებდეს საკითხს ახლა, რომელ პიროვნებას ვენდობით, არა, სისტემა უნდა მუშაობდეს, სადაც ესე ვთქვათ ჩვენ სისტემის მიმართ უნდა გქონდეს ნდობა და არა პიროვნების მიმართ რა და იქიდან გამომდინარე, რადგან სისტემა ჩამოშლილია, შესაბამისად ამდენი შეკითხვა იმიტომაც ჩდება. ვისაუბროთ უფრო ფართოდ ბიზნესის განწყობაზე დღევანდელ საქართველოში ბოლოს ზაფხულში იყავით თქვენ წერტილის სტუმარი, მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, ძირითადად სამწუხაროდ უფრო ცუდი ვიდრე კარგი, მათ შორის ყველაზე მწვავე შეფასება მიიღეთ ევროკომისიის ბოლო ანგარიშისგან, სადაც ჩაიწერა, რომ კანდიდატის სტატუსი დარჩა მხოლოდ ქაღალდზეო. რა განწყობაზე აყენებს ბიზნესს ეს მდგომარეობა იმ შიდა პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, რაც 2024-ის არჩევნების შედეგებს მოყვა და როგორ მუშაობთ? ხედავ, რომ ფართო სურათში ბიზნესი ხან მესმის, ხან არა, მაგრამ ესე პოზიციას არ აფიქსირებს, მაგრამ ჩემ შეფასებებს ხოლმე ეკონომიკასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შევა კრიზისში, ხშირად გამოეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ეს არის გადამეტებული და მე იხმარენ 89%-იანი ეკონომიკის ზრდას და რომელიც როცა ჩემთვის ეგ ცეფებად რჩება, იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკის ზრდა პირველ რიგში
ჩვენზე, ანუ მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა აისახებოდეს და თუ მოსახლეობას გადავხედავთ და მათი მდგომარეობა უარესდება, აქედან გამომდინარე ეს ეკონომიური ზრდა ჩემთვის უფრო ბუნდოვანია, იმიტომ რომ სად ილექება, სად მიდის. გრძელვადიან თემაში, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვამბობდი და რაც ვამბობ, რომ ქვეყანა ჩიხში შევა და ეკონომიკური კრიზისში დავდგებით, ანუ საზოგადოებას ეგონა, რომ ეს ახლა ერთ თვეში მოხდება, ან 6 თვეში, ეს გრძელვადიანი პროცესია და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ნაწილში ამ პრობლემას ვერ ავწდებით. იქიდან გამომდინარე, რომ მაშინაც აღნიშნავდი, რომ 70-80% ქვეყნის დაფინანსებების მოდიოდა ევროპული და ამერიკული ფინანსური ინსტიტუტებიდან. ბიზნესი, მსხვილი ბიზნესის ძირითადი ფუნდამენტი შეიქმნა ამ ორ ქვეყანაში მოღვაწე ფინანსური ინსტიტუტებით და პარტნიორობით. ძირითადი მსხვილი ბიზნესი მაქედან მოდის. აქედან გამომდინარე, ეგ პრობლემები ზოგადად უკვე არსებობს, ეხლა მეც ძალიან ხშირად მიწევს ევროპაში ყოფნა და ერთი კვირის წინ ჩამოვედი და განწყობა დამოკიდებულება ინვესტიციებში საქართველოს მიმართებით ფაქტიურად ვისთანაც მე შეხება მაქვს ჩემ პარტნიორებთან განოლებულია რა. განოლებულია, პრობლემები აქვს ზოგადად ევროპაშიც, იმიტომ რომ ეს ეკონომიკური კრიზისი გლობალურია, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, აქედან გამომდინარე ქვეყნის გარეთ ინვესტიციების სურვილი ბევრია და მიდიან ისეთ ქვეყანაში, სადაც გამჭირვალეა სიტუაცია და ესე ვთქვათ, იმ ქვეყნებში აკეთებენ ინვესტიციებს. თუ ნახავთ თქვენ ბოლო 9 თვის მდგომარეობას, საკმაოდ არის შემცირებული გარე ინვესტიციები, 24-თან მიმართებაში, მე 24-თან მიმართებაში და ეს ფაქტიურად კლებისკენ მიდის და არ ამგონია ხა რაღაც 6 გაჟღერებული 6 მილიარდ ნახევარი ინვესტიცია საცხოვრებელ კომპლექსში ჩემთვის ცოტა ქვეყნის ეკონომიკის რთულად წარმოსადგენელია. იმიტომ ძალიან ბევრი რადგან გამჭირვალე არ არის კონტრაქტი, ამიტომ მის შეფასებიდან მე თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ხა ესე ვთქვათ ვერ ვიმკითხავებ რა. ალბათ თუ თავრობის ინტერესიც არის გაასაჯეროებენ და საზოგადოებას ამ კითხვის ნიშანს მოუხსნიან. და მართლაც ის თუ კარგია ინვესტიციის წინააღმდეგი არავინ ვარ ხომ ზოგადად. შეიძლება ჩვენ ბიზნესი წინააღმდეგი ვიყოთ ქვეყანაში შემოტანილი ინვესტიციის, ხო, აბსურდია. ნამდვილად. ბატონ გახო თქვენ ახსენეთ, აი განულებულია ინტერესიო საქართველოში ინვესტირებასთან მიმართებით. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, ეს არის თავარი შედეგი იმ პოლიტიკური კრიზისის ქვეყანაში, რაც გვაქვს და იმის, რომ უკვე კაფიოდ ჩანს სამწუხაროდ, რომ ვერ და არ მივდივართ ევროკავშირისკენ, იმიტომ რომ მთავრობა და აქაც ადგილობრივი ბიზნესმენების ნაწილისგან მსმენია, რომ აი ეკონომიკაში ზედა რიცხვებს ეტყობა, რომ ეკონომიკა იზრდება, ინფლაცია კი დაჩქარდა, მაგრამ მაინც ესე ვთქვათ, ზღურის ფარგლებშია ლარი, მყარად არის და თითქოს ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ ხო, ეკონომიკური ზრდის ტემპით ოფიციალურად ჯობივართ ბევრს. ევროკავშირის გარდა არის ბევრი ქვეყანა, რომელიც წარმატებულად მიიწევს წინ და ევროკავშირის წევრობა არ არის დოგმა, რატო ქვეყანაში ინვესტიცია არ კეთდება, იმიტომ რომ ევროკავშირიდან ძალიან ბევრი ქვეყანაში აკეთებენ ინვესტიციებს, სადაც კავშირის წევრები არ არის. აქ არის იმ სამართლიანობის პრინციპზე და დამოუკიდებელ ინსტიტუციებზე დამოკიდებული, რაც მინიმუმის გარანტია უცხოელი ინვესტორის, რომ ქვეყანაში ფული ჩადოს. იმ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არის, თუ ევროპაში ბევრ ქვეყანაში გვინახია პოლიტიკური კრიზისი და რამოდენიმე თვე და 9 წელიწადი მთავრობაც არ ყოლიათ, მაგრამ იქ ინსტიტუციები მუშაობს. ანუ საზოგადოება უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირისთან სწრაფვა არის ღირებულებისკენ სწრაფვა, ეს არის პირველ რიგში ადამიანების უფლებების დაცვა და სხვა გარანტიებია და არა ის, რომ უვიზოთ ჩავალთ სადღაც თუ არ ჩავალთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ქონდა უვიზო მიმოსვლა და ვიზებსაც ვიღებდით კი ის კომფორტი იყო, მაგრამ დავდიოდით, ხო, პრობლემა არ არის რა მაგასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, არც ერთ ქვეყანაში, სადაც სიტუაცია არ არის გამჭირვალე, იქ კერძო კაპიტალის შედინება არ ხდება. მით უმეტეს თუ ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიისწრაფვის, იქ ზოგადად კერძო კაპიტალის მოძიება გარედან პრაქტიკაში არ არსებობს. იმიტომ რომ ეგეთი ტიპის ქვეყნები შიდა არსებული
რესურსით, სახელმწიფო რესურსით გააქვთ თავზე რუსეთის მაგალითი აიღეთ ხოლმე. თუმცა ალბათ ჩვენ კიდევ უფრო გაგვიჭირდება გრძელვადაში, იმიტომ რომ ისეთი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი არ ვართ. გაზი, ნავთობი და ასე შემდეგ, თუმცა მისი ეკონომიკა დღეს საკმაოდ პრობლემატურ ფაზას გადის. წელს რამდენჯერაც გვისაუბრია თქვენთან, ყოველთვის გეუბნებოდით, რომ ახალ ინვესტიციებს არ გეგმავთ, მიმდინარეებს ვასრულებთ, ახალი ბრენდების შემოყვანასთან მიმართებითაც არ ვაქტიურობთ. ასე სრულდება წლევანდელი წელი, რო გითხრათ და აი 10-11 თვე დაიწყო უკვე შავი პარასკევის მოლოდინი ალბათ ბევრს ექნება, მაგრამ აი როგორი იყო გაყიდვების ნაწილში თქვენი ქსელის მაგალითზე რო გითხრათ? რას ატყობთ ვაჭრობის კონკრეტულად ხომ fashion retail-ის ნაწილში რო გითხრათ, რომ დიდი ცვლილებებია მეთქი, წელს დიდი ცვლილებები არ არის შედარებით, ანუ მეტნაკლებად ცდომილება სადღაც 10%-იანი ცდომილება გვაქვს, მაგრამ გვიწევს უფრო მეტი ფასდათმობების გაკეთება. ფასდათმობების გაკეთება, იმიტომ იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობაში შემოსავალი კლებულობს და იქიდან გამომდინარე ის ფიქრობს, რომ უფრო ნაკლები დანახავი დაიკმაყოფილოს. იმიტომ ძირითადი პრიორიტეტი მაინც საკვები და წამლებია და აქედან გამომდინარე ეს ნაწილი უფრო უფუნების ნაწილად რჩება. აქედან გამომდინარე წელს შარშანთან შედარებით დიდი სხვაობა ალბათ ზოგადად არ იქნება, მცირედი ცვლილებებია, მაგრამ ცვლილებები უფრო შემცირების მიმართულებით. უფრო შემცირების მიმართულებით არის, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ უფრო ვფიქრობთ, რომ ალბათ მოვემზადოთ თუ ამ არსებულ ბუნდოვან სიტუაციაში როგორ უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ პატარა სტრუქტურა არ აქვს, 1000-ზე მეტი თანამშრომელი ყავს და ძალიან ბევრი ვალდებულებები გვაქვს, ხო? იგივე ინვესტორებთან, ბანკებთან, თანამშრომლებთან, აქედან გამომდინარე, ესე ვთქვათ, უფრო ფორს-მაჟორული რეჟიმისთვის ვემზადებით მენეჯმენტი და ძირითადად ამ თემატიკებს გავდივართ რა, სხვადასხვა ვერსიებს თუ რამდენიმდე შეიძლება ეს სიტუაცია გაგრძელდეს და როგორ მოვიქცევით რა. რთულია ჩვენ ხომ მომავალის ბიუჯეტზე მუშაობ და ძალიან რთულია ბიუჯეტის დაგეგმა ერთი წლის, იმიტომ რომ როცა ბიზნესი ვერ ვითარდება, ზოგადად წინ ვერ მიდიხარ, მაშინ ავტომატურად მიდიხარ უკან, ეგ დაუწერილი კანონია რა, იმიტომ რომ რაღაც პოზიციის შენარჩუნება, შენ თუ განვითარებაზე არ ფიქრობ, ასე თქვა და ავტომატურად მიდიხარ უკან. ხა ჩვენ შენარჩუნებაზე მუშაობ დღეს და ალბათ მალე ასე თქვა ეს უკუქცევა უკუდინებებში გადავა. როდის ამოთ არ ვიცი, მიჭირს. როდემდე შეიძლება ესე ბუნდოვან გარემოში იაროს ბიზნესმა და იყოს და ამ სიტუაციაში კი ვამბობ ხოლმე რომ აღარ დავსვამ კითხვას, უნდა იყოს თუ არა ბიზნესი ცოტა ხმამაღალი, ან უნდა თხოვდეს თუ არა გარკვეულ პასუხებს იმ ქმედებების გამო, რაც აისახება ქვეყნის განვითარებაზე, მათ შორის ბიზნესის განვითარებაზე, მაგრამ მაინც ვიკითხავ, იმიტომ რომ მახსოვს კანდიდატის სტატუსს როცა ველოდით და არ ვიცოდით მოგცემდნენ თუ არა, მთელი მსხვილი ბიზნესი ინვესტორთა საბჭო შეიკრიბა და ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართეს მოგვეცით კანდიდატის სტატუსი, ვიმსახურებთ და გავაგრძელებთ მუშაობასო. ახლა თავრობის გადაწყვეტილებების გამო ქაღალდზე დაგვრჩა ეს კანდიდატის სტატუსი, წინაც ვერ მივდივართ და რაც ნიშნავდა ბევრ პერსპექტივას, ხო მარტო წევრობაზე არ ვსაუბრობ. დღეს რომ ბიზნესი არ საუბრობს, არ ესაუბრება მთავრობას ამაზე. მე არ გეთანხმებთ, ალბათ ვერ საუბრობს, ხო, უფრო და თუ ვერ საუბრობს, თუმცა მიზეზები აქვს. მე ესე ვიტყოდი. როცა არ საუბრობს, იმიტომ რომ რაღაც მიზეზია, რატო არ საუბრობ, მიუხედავად იმისა, თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ ესე ვთქვათ, ევროკავშირის სტატუსის მონიჭების შემთხვევაში პირიქით ძალიან აქტიურად იყო მთელი ბიზნეს სექტორი ჩართული, ხო? ანუ იმაში არ კამათობთ, რომ ბიზნესმა იცის რა დადებითი მხარეები აქვს ევროკავშირის წევრობას, ევროპულ სამყაროში ესე ვთქვათ მოვაწეობას იცის ყველაფერი. თუ ხედავს, რომ საშიშროება და რისკი დგება, ну минимум და ისაუბროს, ამიტომ ვთვლი რომ უფრო ვერ საუბრობს, ვიდრე არ საუბრობს. და სხვა გზა არ არის, უნდა მოერგოს იმ გარემოს, იმ თამაშის წესებს. არ ვიცი, ხა მე ყველას მაგრად ვერ ვიპასუხებ, ვერ გავცემ პასუხს. იმიტომ რომ დღეს ხო ბიზნესმენი ყველას ქვია რა, ეგ არის დღეს პრობლემა. როგორც პოლიტიკაშია პრობლემა და პოლიტიკაში ჭირდება ილუსტრაცია, ასე ბიზნესში ჭირდება ილუსტრაცია. ანუ დღეს მე ბიზნესმენად ვითვლები, რომელიც
15 წელია დამოუკიდებლობიდან მოღვაწეობდა გამჭვირვალე ყველაფერი და ის სახელმწიფო მოხელეც, რომელიც 4 წლის წინ მინისტრი იყო და გაუგებარი კაპიტალით შექმნა რაღაც ბიზნესი, ხო? ან ის ბიზნესმენი, რომელიც ძირითადად შემოსავალი არის რომ სახელმწიფოთან ტენდერებში, ხო? ამიტომაც რთულია, იმიტომ რომ ეს ყველა ადამიანები გამოდიან და ბიზნესის სახელით საუბრობენ, ხო? რაც საზოგადოებაში დღეს საკმაოდ ნეგატივი გაჩნდა მოსახლეობის მხრიდან ბიზნესის მიმართ და აბსოლუტურად მესმის და უერთები მათ ამ დამოკიდებულებას. იმიტომ რომ შენ თუ ამხელა დოვლადს ქმნი საკუთარი თავისთვის, ყველა გადასახადებს იხდი, მაშინ რატო არ იცავ შენ იმ დოვლადს? იმიტომ რომ საკუთარ კომპანიაში ხო იცავ და ესეთ კბილებით მზადახარ რომ პოზიცია დაიცვა და როცა სახელმწიფოზე საუბარი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი დონორი შენ ხარ, მაგ ნაწილში რატო ხარ პასიური, ხო? რა პასუხებს? რა პასუხები აქვს ახლა პასუხები? შიში. ხო გითხარით, გააჩნია რომ კატეგორიება თუ გავილით, მე გითხარით რომ ყველას ბიზნესმენი ქვია მეტი, ხო? ვიღაცა შიში, ვიღაცას ვიღაცა შეიძლება კომფორტულადაც არის ამ გარემოში. აი ეს ჭრელი ნაწილი ბიზნესის. ძალიან ცოტა დრო გრჩება და რა რისკებს ხედავს ბიზნესი ყველაზე მეტად 2026 წელს როცა გეგმავთ გითქვით თქვენ რომ ძალიან გვიჭირს ბიუჯეტის დაგეგმვა, მაგრამ აი ყველაზე მთავარი რისკი მაინც რა ქვია? ფაქტია წინ. ყველა დიდი რისკი რაც ბიზნეს დღეს უდგას და ფაქტიურად ეს პროცესი დაწყებულია. და თავისუფლების დაკარგვა. რომ ბიზნესში შეიძლება თავისუფალი გარემო. თავისუფალი გარემო თუ აღარ გექნება და ამას მიხვდები ალბათ გვიან, მე მასზე საუბარს აზრი არ აქვს. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და ეს ბიზნესი კარგავს ყველაზე ესე ვთქვათ მნიშვნელოვან პერიოდს. სადაც ესე ვთქვათ მე ესე მოვატრიალებდი საკითხს, რომ საზოგადოებაც იცოდეს, რომ აქ მე არ ვსაუბრობ რომელი პოლიტიკური ძალა მართავს ქვეყანას რა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რა ქვია პოლიტიკურ ძალას, მე ვსაუბრობ მთავრობაზე რა. თუ მთავრობა მე ანუ ბიზნესმენ სწორად არ მემსახურება, კორუფცია, ესე ვთქვათ ბიუროკრატია, მე თუ ამაზე არ ვსაუბრობ, ნიშნავს რომ მე ხვალ უარეს სიტუაციაში ვიქნები რა. ანუ არაფერს მე ისიც არ ვითხოვ, რომ რაც არ უნდა მოვითხოვ და შესაბამისად ამაზე საუბარი თუ დასჯადია, მაშინ ნიშნავს რომ ჩვენ ქვეყნის ნაწილში მივდივართ სულად ავტოკრატიისკენ, იმიტომ რომ მე არ ვლაპარაკობ ჩემი კონკრეტული ბიზნესის ინტერესის დაცვაზე. მე ვსაუბრობ ქვეყანაზე, რომელშიც ჩემი და ჩემი მეგობრების შვილები უნდა გაიზარდონ და მე მინდა რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს და სამართლიანი იყოს ყველასთვის რა და სამწუხაროდ დღეს ყველაფერი პირიქით ხდება. და სულ უფრო და უფრო ასე ვთქვათ დაზაფხულ მდგომარეობაში ვართ მთელი ქვეყანა და მოქალაქეების დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში. წერტილი რას დაუსვათ ამ ქვეყანაში, რა ვინატროთ თუ რა ვისურვოთ? ერთი უნდა დაუსვათ ციჩუმეს და ერთი უნდა დაუსვათ უსამართლობას. ჩვენ თუ გინდა დაუსვათ უსამართლობას, მაშინ პირველ რიგში დაუსვათ ციჩუმეს. სხვანაირად არ გამოვა. სხვანაირად თუ ვიქნებით ამ წრეზე, რომელიც ნებისმიერ ადამიანს დღეს თulis რომ მას არ შეეხება, რა შეეხება. და უსამართლობის მასშტაბი სულ უფრო და უფრო გაიზრდება სამწუხაროდ. გამარჯვებული აქ არავინ არ დარჩება ამ სიტუაციაში. და თავადაც არის ქვეყანა წააგებს. რომელიც იმაზე აღარ საუბრო ემიგრანტებზე, რომელსაც ესე ვთქვათ ლამისარი მოქალაქეობა ჩამოართვან, იმიტომ რომ ემიგრანტს რაც დარჩენია ერთ-ერთი თუ ეხა არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცი, აბა ცხოვრების უფლება არ სჭირდება, იმიტომ რომ იქ ცხოვრობს რა. ანუ ეხა ეგეთი აზრი როგორ მოგივიდეს თავი. დღეს არის წელს იქნება თითქმის 4 მილიარდამდე მათ მიერ შემოტანილი ინვესტიციები. ფულადი გზავნილების სახით. და მათ ეუბნები რომ 15 წელი თუ არ ყოფილხარო რა, იყიდე ბილეთი და ჩამოდიო. 1.5 მილიონი ემიგრანტია რა. თუ როგორ წარმოუდგენთ მენეჯმენტი ამათ რომ 1.5 მილიონი ადამიანი არჩევნების დღეს საქართველოს ჩამოვიდეს. ეს ხო აბსურდია, ანუ იმდედ ვარხალალიაში გადადის ყველაფერი, რომ თან ეხა ატაცებულია ყველა იმაში, რომ თუ
მოეხეთ 15 არიც და ინფორმაციას არ ფლობს. მე მგონი უფრო ის უნდათ სავარაუდოდ რომ იციან რომ ვერ დაარჩამოვლა. პრობლემა ის არის რომ ემიგრაციის დიდი ნაწილი ამ მთავრობის მხარდამჭერი არ არის და ემიგრაციის ის დიდი ნაწილი ამაზე ხმამაღლა საუბრობს. იმიტომ რომ ფიზიკურად აქ არ არიან და აქედან გამომდინარე ეს პრობლემაა. სადაც არიან იქ უფრო აქ თავისუფლება. საუბარია დღეს პრობლემა. მიხვდით, ეგ მეორე საკითხია, დამეთანხმოთ თუ არა, მაგრამ დღეს საუბარი გახდა პრობლემა. და წერტილი სიჩუმეს დავუსვათ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია ჩვენს კითხვებს ბიზნესმენი კახა ხაზარაძე პასუხობდა. მე ხვალამდე ვიმშვიდობებით.